აი, ეხმარებით აგერ ზარმაც ტურისტები არიან, ფეხით სიარული ეზარებათ. რა ცუდი გოგოა, რა გააკეთა, დაინახე? მე ხა ვიჯექი წინ და არ უნდა ეხა იმასთან ერთად ჯდომა და გადმოჯდა ეგრევე. პატარა რომ ვითუმეტეს. ჰა? აი ეგ გვინდოდა რა. ეჯოხები? ხო. აი ჯოხები რატო? გვინდოდა. აი რატო გინდოდათ ეს ჯოხები? აი რაღაცა უფრო ტურისტული ვაიბები შეიქმნებოდა. ფოტოსთვის გვათხოვონ რა. მორჩა. ესია? ხო. Okay, that's it. გავუწიოთ რა I რამე. think this one too. ჩემია ეგ. შემოვედით სოფელ როშკაში. ხო. იბათ. ეს სოფელი როშკა ძალიან ლამაზია პირველი შეხედვით. პირველად ვარ ხევსურეთში. ძალიან კაი. ისე რამდენი გავენახე ნინუც პირველად. მე მაგარი ექსპერტი გავხდი სამესობაში. ნახე ეს ქათამი როგორ გარკვეულია. ყავა არ გვაწყერს რა. მოკლათათი ვინ არის? იმას რა კოცი მე მეცდა კოცი მე ვეჭვია. მოგეთ ეს ოჯახი ნინუც არის ჩემ ბავშვობა რა. ხაშიო დაუწიციალო და სულ მოვიდით აქ რა ერთი ძალიან ისტორიული აზრი არის. ისტორიული მარშრუტი გვაქვს აქ რა. და აქაურები, აი, სახლია რა მოკლედ. ეს ადამიანები აქ არიან, ვარ მშვიდად რა. ჩერტე? ჩართე. ვიმყოფებით როშკაში, ვაპირებთ ვიმყოფებით სოფელ როშკაში, ციკლაურების ოჯახში და ვაპირებთ ასვლას აბუდელაურის ტბაზე. აბუდელაურზე 3 ტბა არის, ჩვენ აქედან ვაპირებთ 2-ის მონახულებას. ყველაზე ლამაზი ლურჯი არისო, ასე გითხრას. ბევრი საინტერესო მითი და ლეგენდა, თუმცა მითზე და ლეგენდაზე უფრო მნიშვნელოვანი ის ადამიანები არიან, ვინც რეალურად დღეს ცხოვრობენ აქ. ამ სოფელში მხოლოდ ციკლაურები არიან, ყველა მამაკაცი ციკლაურია და აქ დაბადებული ბავშვი, მაგრამ რძლები სხვა ჩამოყვანილი. ხო, სხვა სოფლებიდან, სხვა ქალაქებიდან. თქვენ საიდან ხართ? მე ბარისახოდან ამოვიწიე ზევით. ამოვიწიეთ ზევით. ზანთარში რამდენი ოჯახი რჩებით აქ? 2. 2. თქვენ და 2 ოჯახი, ჩვენი ოჯახი და ეხლა ჩემი შვილი და რძალით საკაპირებენ დარჩენას და მეზობელი აი დროშა რფრიალებს კლდეზე. საქართველოს ხო? ხო, იმ ოჯახში რჩებიან მოხუცები იქაც. აი 10 წლის წინ ალბათ 15-10 ოჯახი იყო. ჩვენ რო შვილები გვეყოლა, ჩემი შვილების თაობა არ გაზრდილა აქ. ჩემ შვილებს არ ყავს აქ გაზრდილი მეგობარი. გაიზარდნენ მარტოკების სკოლა აქ დაამთავრეს ბარისახოში და მარტო ჩემი შვილები იზრდებოდნენ აქ. და მაგარ ინგლისურს ლაპარაკობს შენი გოგო. ყველანი გერმანულს და ინგლისურს საუბრობენ, არაფერი ამებს არ დააკლდა აქ გაზრდით, მაგრამ ხო ბარისახოში ისწავლეს სკოლა და მე თბილისში უმაღლესი და ასე შემდეგ და ხევისბერი გარდაიცვალა 5 წლის წინ დაახლოებით. სუმბატა. ალბათ ციკლაური იყო, რა თქმა უნდა. აქ მხოლოდ ციკლაურები არიან. მხოლოდ ციკლაურები არიან. ჩემი მამამთილი ამბობდა, რომ დრო მოვაო, რომ ეს ყველაფერი შეიცვლებაო.
და დამთავრდება ამ ხატებში სიარული და საკალავების სკოლა და აი ესე მიყოლა, როგორც ხევსურები მიყვებიან ხატს. უნდა დასრულდეს. მოვიდა ეგ, უნდა დასრულდეს. არაფერი არ დააშავა იმ ბატკანმა რა, რომ იყვავს და უკლავთ. ეკლესიაში არ ჯობია სანთელი ავანთოთ და ხატებთან ვილოცოთ. ხო ამბობს, რომ არ მჭირდებაო სისხლიო და ისე მეცოდებიან ის ბატკნები და ცხრები, რომ ვფიქრობ, უნდა დასრულდეს კი. კიდევ მაგრამ ქალებს აქ არავინ არაფერს ეკითხება ისე, რომ ჩემი აზრია უბრალოდ. აი აქ რასაც ხედავთ ამ ტყეში ერთ ტოტს არავინ არ ჭრის. ეს ხატის ტყეა, ამ მხრიდან სახლში არ მოგვაქვს არაფერი, უბრალოდ მოტანა არ შეიძლება, ეს ვიცით ყველამ. დღესაც ყველა აქ არც ერთი როშკიონი არ შევა და არ მოჭრის. სწორი ფორმა არის როშკიონი. როშკიონი კი. როშკიონი. ერთი სული მაქვს რო ავიდე. არა, არ ყოფილ ხარ აი, პირველად მივდივარ. პირველი აქ გვაქვს იახსარის ქვა, რომელსაც ლახტი დაჰკრა და გააპო. ყოველ წელს ავდივარ ტბებზე, მე ნამყოფი ვარ ბაშაფშაველას მწვერვალზეც. ჩემი ქმარ და შვილი ავიდნენ, ჩემი ბიჭი რო იყო 3 წლის, ჩემო ქმარმა ჩაიზა ზურგჩანთაში და აი მწვერვალზე და გავყევი მეც რო შემეშინდა და ყველი ტარხუნად ჩემი ზურში ჩვენ გავაკეთეთ ჩვენ ყავდა სტუმრად ერთი საყვარელი ადამიანი ზურა ქიქოძე ალბათ ყველა კი კაცო ხო და ზურამ გავკეთე ეს თავის უცხოელ გოგოებთან ერთად აკეთებდნენ და გასულით ეს ჩვენი თაფლია აქაურია ჩვენი ფუტკრების ყველს ძალიან უნდა ჩვენთან მეგობრობა და ჩვენ არ ვიკარებთ მაგრა გვეტენება მაგრა და აი ცოცხალი თავით პრინციპი არის ბუნების ეგ ვინც გეტენება ის არ გიჟა ჩემთვის მინდოდა კარგია მარიშკა აიღე პური რაღაცნაირად ძალიან გემრიელია აი ესა ბოლო კომენტს აღარ შევჭამ ნუ თაკი გვაქვს სასიარულო ბევრი გამე ასე შეწოვდით ესე ზამვერუდება უკვე რა გერიდება ანუ ეს ყველაფერი არის აქაური ხო ყველაფერი არის აქაური მაწონი ჟოლოს მურაბა და მარწყვი წეღან მოუკრიფე ბახში გაი ეგ ყველაფერი აქაური არის რაც ქვია სიკვდილი მთაში სადაც თოვლია და მანქანა არ მიდის და ამის გადაღება მინდოდა მე ორი ადამიანი რო ერთმანეთის გვერდზე ვერ დადგება და მიცვალებულს ნაჭერში შეხვევენ კარგად და ესე ჯოხზე ჩამოკიდებენ და ორ კაცს მიცვალებული მიაქვს და თუ დააკვირდებით უკან მერე სასახლეც მიაქვს რო სასახლეში დაკრძალო მერე ჩვეულებრივი წესით დაკრძალონ მაგრამ თავიდან ესე ხდება გოგი ოჩიაურმა ამას სიკვდილი მთაში უწოდა ამ სურათს რომ ხევსურეთს მიასვენებენო თქვა მიდისო ხევსურეთის დრო და ხევსურეთს მიასვენებენო ჩემ დედამთილის შარშან წინ გარდაიცვალა და ხალხი არ არის როგორ გინდა იცი რა შორს გვაქვს სასაფლაო ძალიან შორს აი ქუდზე კაცს უნდა დაუძახო ხევსურეთში რომ ჭირდები და მოდი ესეთი ამბავი მაქვს და მოდის ქუდზე კაცი და გეხმარება რომ ეს ამბავი და თოვს 2 მეტრე ჯერ 2 მეტრა მარტო თოვლი უნდა ამოთხარო და მე მიწა გაყინული და ეს არის კოშმარული შრომა აი სიკვდილის დასაფასებელი თაში და სიცოცხლეც მაწოდით ახალ სასაფლაოს ხევსურეთში არ ხსნიან სხვაგან როგორ ხდება არ ვიცი მაგრამ რატო ერიდებიან ყოველ შემთხვევაში ამბობენ რომ როცა ახალ სასაფლაოს ხსნი ახალი სასაფლაო ითხოვს ბევრ მიცვალებულს ხო და აი ამის გამო წარმოიდგინე ამხელა ამდენ კილომეტრებზე დღესაც მანქანა რო არ მიდის იძულებულები ვართ აი ესე გავაკეთოთ რომ შეიძლება რომ სადღაც აქვე ახლოს გქონდეს ეს კარგი ადგილი ახლობლები ახლოს ყვავენ ჩვენთან გაქვთ საწვიმრები აი ნიკას საწვიმრები არის ჩვენი საწვიმრები არა მე მაქვს ჩემთვის სამთვის არა გასვლებიან არა უშავს ძალიან მასიარი
კაი, ხო იცი მაინც ჩვენ გვაცმოს ბოლოს. ეს ბავშვები. რა კაი ფოტოები. აი ამ ხელები იყო რომ ახსოვს მე. მართლა? აქ პირველად რომ მოტელს იყავენ. მე რა ვიცი. რა გამოდის? არ ვიცი, მარშრუტი ვიარეთ, აქ ძალიან მაგარი. დაახლოებით არ მახსოვს. 10-15 20 წლის. ლევანი გარდაიძმა ცოცხალი იყო. 20 წლის წინ იყავი? 10-15 სადღაც რა. დაუბერდი ამასობაში. ისე ხო? თქვენ არ იცვლებით. რას არ ვიცვლებ? დედას მიცავა. რას ლაპარაკო? გაქცეულ მგელს პარსად რა. ხო და ეხლა ჩვენ მანქანაში ჩავსხდებით, წავალ ზემოთ, მანამდე წვიმაც გადაივლის, შეიძლება ცოტა დავსვოლდეთ, მაგრამ აბუდელაურის ტბებზე ყველა ვარიანტი უნდა მივიდეთ. ხო, რა შეიძლება გზას. როშკამდე გზა. როგორი გზა იყო? ფანტასტიკური ჩვეულებრივი გზა არის, ბოლო მონაკვეთი იყო 10-15 წუთი, ცოტათი გაფუჭებული. საჭიროა ჯიპი რომ ამოხვიდეთ. ხო, როშკიდან გადმოსახვევი სადაც არის, მანდ ეხლა აკეთებენ გზას რა, სოფლისთვის და სანამ გააკეთებენ, მანამდე ისეა რა. სეზონი აქ არის ივნისი, ივლისი, აგვისტო, მერე უკვე ცივა, სექტემბერი. სასწაულია. სექტემბერი ჩვენ შევინახოთ. აჰა. გადავიღოთ და მერე ვთქვათ რომ სექტემბერის ვივართ? იქ აბუდელაურის ტბებზე. 3 ტბა, აქედან 2-ის მონახულებას ვაპირებთ. 2-ის მონახულებას რატო აპირებ? 7 კილომეტრი არის. ეხლა უნდა გაუბაზრო ამას. 2-ის მონახულება რატო გინდა? იმიტომ რომ მესამე შორსაა. აი ეგრე ილემეზიეზა მესამეც დაალაბაზია. 7 კილომეტრი არის დაახლოებით გზა. ფეხითაც გავიარეთ. არ არის შეხედე მოყვარულები ვინც არიან. მთაში სიარული ვისაც უნდა დაიწყოს და მაგალითად გინდა ზედმეტი წონის დაკლება, რატო ვეღარ მეტყოლებ? საერთოდ გამბნევი ნინოც. შენი სილამაზე მაბნევს ნიკო და ვეღარ მეტყოლებ. აი გამოვცდით ახლა როშკას და ავდივართ არხოტის ხეობისკენ. აქ გზა გააკეთეს და ძალიან კაი გზა. არხოტის ხეობის მითი? ეშმაკზე მინდოდა მომაყოლა რომელიც დაიჭირა. ვინ? ეშმა არა ჩვეულებრივმა არხოტში მოცხოვრებმა მამაკაცმა, რომელიც დელოში იყო წასული. და დაინახა ეშმაკი, რომელსაც ქალის ფორმა ჰქონდა მიღებული. ხო და რა დააფიქსირა რომ აჯავრება და მის მოძრაობებს იმეორებდა. და მოიყვანა ცოლად უეჭველი და მე მგონი მითი არა ნამდვილი ამბავია. მომისმინე გეყოწები. ყველა მითი ნამდვილი ამბავზია. მომისმინე, მოკლედ დელოში რაღაცებს აკეთებდა და ეს იმეორებდა ზუსტად მის მოქმედებებს აეშალა ნერვები და გადაწყვიტა რომ ხალხო არის რასილამაზეა ხა პარალელურად ამას რო ყვები და გადაწყვიტა რომ რახანი თივისგან ფეხები შეეკრა თავისთვის. მაგრამ ცოტა ისიც გაიმეორებდა. და რო შეკრა ფეხები, უცბად გამოიძვირნა თავის ფეხები და ასე დაიჭირა ეს პატარა ეშმაკი. წაიყვანეს სახლში, ფრჩხილები დააჭრა და დააცალა და დარის ქარქაში შეინახა. და ამით დაატყვევა ეშმაკი. თუ გახდა საჭიროება რომ დაატყვევოთ ეშმაკის მეთოდოლოგიას აქ და ახლა დასწავლეთ. რატომღაც და რაღაც ლოგიკურია, თაში ეშმაკი სულ არის ქალი. რა უცნაურია რა, რელიგიაში არის ტიპი რა. ეშმაკის დატყვევების ინსტრუქციებს ვატარებდი აქ და შენ კიდევ რაღაცა გისრაგდებ. აი იქ არის ჭაუხები, აი მწვერვალები უნდა ჩანდეს, ეხლა ცუდი ამინდი გვაქვს. ნინც გაგიბრას და რაღაცაზე. აი დევების ველი. აი ლახტი რომ მოარტყა. ო! აი ის არის მაგაბზარული ქვა. აი მოდი.
გიკვირდები მე. შარში ვარ და ვონ მართლა. გავხიე საბურო. ვახიე? ტურიზმი ხო ბევრი ეხლა ლექციონა წავიკითხე მაინც წვიმს რას მოვკითხე. ბევრი ნაწილად რა. ანუ ტურიზმის ეს სეგმენტი, ვისაც უნდა მთავ, ვისაც უნდა ეს დასვენდეს, იმოგზაუროს, ველური ადგილები ნახოს, თავგადასავალი კონდეს, ცოტა შარში გაეხვეს, ხო? იმათთვის ესეთი ადგილები არის 64. დედამიწაზე და მსოფლიოში თუ მაგას ვიძახი, ესეთი ადგილების დეფიციტია, სადაც არ არის ცივილიზაცია შესული. ანუ სადაც არ არის მიხვედი და იმაზე დაჯექი იმაზე. საბაგიროზე ახვედი, კაი რესტორანში დაჯექი, მოწრუპე, ეგ შენ შეიძლება მოგწონს, მაგრამ ვიღაცას არ მოწონს. აი მომბლანზე რო ადიხარ მაგალითად, ადიხარ აიგუდუმედიზე ემეთი საბაგირო. ევერესტზე საბაგირო რო გააკეთო, ევერესტი აღარ არის, მიხვდი? ფასი ეკარგება იმას. რა ხდება, აბა, გადაიღო წვიმა, მოკლედ. თაში ესე ხან მზეა, ხან წვიმს, ხან ცივა, ხან ცხელა, მაგრამ თუ გაჩერდები ერთ ადგილას დარჩები და ნინუცა მოემზადა, აგერ ჩაიწვა დაიხურა. მეც მეტნაკლებად მარიშკაც და ეხა წავალთ უკვე ზემოთ. ნამდვილი მოლაშქრე ხარ. რა ლაშქრე? მოლაშქრე. ვერცე მოლაშქრე გავხტიღა. არა და თავი აღედი თაში დაუდიო. მოლაშქრე ვარავარავ. ჩემი თვალით, რასაც უყურებ საათნახევრის გზა მარტივი ის თქვი. იდეაში მარტივი გზა არის, რასაც უყურებ. ნუ თუ არ გაითვალისწინებ, რომ ტყლაპოები არის. და ცოტა სრიალაა. ნუ შესაბამისი ფეხსაცმელი უნდა გეცვას, რაც არ გაცვია. არცმა. არჩენ და არც იმას. აი მე მაცვია. ნინუცა ჩვენი ექსპერტი მთაში გვეუბნება რომ საათნახევარი არისო სასიარულო და სავარაუდოდ ყური მოკრა. საიდან ვთქვი რომ ყური მოკრა? აბა ეხლა საიდან უნდა იცოდე გრამდე? აი რომ წავიდნენ იმათ ისინი აზი არ არიან, ანუ დაგუგლული აქვს და ისე. მოკლედ მთაში იზომება მანძილი დროით. რაც უფრო რთულია გზა, მით უფრო ნაკლებ მანძილს გადიხარ მეტ დროში. ეს გზა, ნუ ამაში მართალია ნინუცა. არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, სასიამოვნო, ეფექტური გზა. თბილისიდან ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოხვდეთ სოფელ როშკაში. აქ ყველა შეძლებთ წამოსვლას რა. რაც ყველაზე მთავარი ესა. სადაა მაჭკა? ის ნახე. მოდი თავის შორტებში. არ უნდა გატალახიანდეს, ხო? მარიშკა. ხო, ვერ იტანს სიბინძურეს. გავტალახიანდე, არა. აბა? დასველდები ყველა ვარიანტში, გატალახიანდები ყველა ვარიანტში. ამიტომ დრო რო არ ვკარგოთ და ზუზუ პუზუ რო არ ვიძახოთ, უბრალოდ იარე, სადაც იქნება სასიარულო. იარე პირველ რიგში. არ მომთავრებინებოდი რა. ამინდი უნდა გაითვალისწინოთ, თუმცა ხანდახან ცდება კიდევაც ეს ამინდი. პროგნოზში წვიმა ესეთი. ნუ ეს მთის წვიმა იყო და რაც იყო პროგნოზი ზუსტად ისე ახთა. საღამოს უწევია კიდე ერთი წვიმა. ვინმე გამოცდილ მეგობართან ერთად რო წამოხვიდეთ, რა თქმა უნდა, ჯობია. თუმცა თუ არ ხართ გამოცდილი, მაგრამ ინტერესი გაქვთ დიდი, ჩვეულებრივად ტრეკი გადმოწერეთ ოფლაინ რუკაზე, რადგან აქ ტელეფონი ისე კარგად არ იწერს, როგორც აღმოჩნდა, ჯეოსელი უფრო იწერს ვიდრე მაგთი. სხვა ქსელებზე ვერაფერს ვერ გეტყვით და ოფლაინ რუკით მოძრაობა უფრო სწორია რა. არ დაიკარგებით 7 და წყნარად ივლით. უსაფრთხოდ იქნებით და კომფორტულად. საწვიმარი წამოიღეთ და გამოსაცვლელი 300, ჩვენ გვაქვს გამოსაცვლელი 300, წინ და შარვალი, რომ დავსვალდებით აქ, მანქანაში გამოვიცვალოთ, რომ უკანა გზაზე არ გავცივდეთ. პრაქტიკა გამარჯობა. პრაქტიკული რჩევების სერვიზა. ნინუ, ხო არ დაიღალე?
ჰა? რას მეუბნებოდი? და ბევრს ხარ ლაპარაკობ, თაში ხოლმე ჟანგბადდებო. არა ხო. აი ძლის გამიხსნა. აი ესეთი ამბებია რა, გამიხსნა თა ჩემ ტერიტორია მაინც რა. მე პირიქით ზოგავ ენერგიას ვიქნები, ბევრი არ უნდა ელაპარაკო და. ნინო წარგი რა უნდა აქცია რო სწორია. გამორთა ეხა ცოტა ხანი. რაო ნინო როგორ ახარავა? გეძინება თუ გეტირება? აკლიმატიზაცია მაქვს, მაგრამ აკლიმატიზაცია რეფრეშერში არის, პეიზაჟი არის რა. საძინა ნახო ეს. აი წვიმის მერე ესე იკეთებს წვეთებს. ნინუც. რა შვები? სურგწელავ? ნელ-ნელა ავდივართ ახლა. რაღაც საათ ნახევარი დაგვრჩა. ბევრი მანძილი კი არა, ნახევარზე მეტი გავიართ უბრალოდ. აღმართი არის ხა რა, საბოდიალოა ცოტა. ნინუცა ცოტა დაეხა, მაგრამ არა უშავს, ხო? სიმაღლეა და ანუ ყველგან ხდება ესეთი ამბები რა. დამწყებების მარშრუტი კია, მაგრამ ნუ სიმაღლე თავისო შვილი. დიეტაც. სიმაღლე არ ვიცი რავი რა 2.5 ვიქნებ ცალოს. მაღალზე არ. აი 2.500-600. ანუ 1-200 მეტრი გვაქვს სიმაღლეში. ეს ნიშნავს შენთვის საათი-საათნახევარი. ესე დროს როცა იღლები მთაში, კარგი არის ჩემი პირადი გამოცდილებითაც და ესე სუბიექტურად. ანუ რაღაცა წერტილი აიღო, აი ხა მაგალითად იქ რო ქვა არის. და იმ ქვამდე კონდეს ამოცანა რომ იქ უნდა მიხვიდე. იქ დავისვენოთ. რაც უფრო ნელა-იული და რითმში უფრო ბერსიული. ჩემ ტერიტორიაზე ვარ და გავულატავდი. თავისუფლება მივეცი ნინო, ხო შეიძლება? თაბრო გეხვევა? ხო, კაი, ეხა უყურე, მოიხსენი. ესე. ეხა ცოტა წყალიც უნდა დავლიოთ. მთის წყალი გვაქვს? გვაქვს. რაღაცნაირ ფერი გაქვს, მართლა გეუბნები? ნახუნები? არა. თვალების გუგებიც გაგიფართოვდა. ეს ახლოს ნუ. არ მინდა რა, მართლა ცუდად ვარ, გათიშე კამერა წეს. რა გჭირ? აი მართლა გათიშე და ნუ მიიღებ ესე ახლოს ნიკ არ ვარ კარგად. 4 ვარსა რაღაცა დაულიეთ და ნინო ხოცუდად. აბუდელაურში ვარ სამი კაცი და რაღაცა ჩიფსი წამეთ. რაღაცა ჩიფსი წამანინუცა და ვერ არის კარგად. ნუ აცინებ ცუდათაა. არ შეიძლება ცუდათ რომ ადამიანი მაგ დროს სიცილი, ხო ნინოც? წამოიღებ ჩემ-ჩემთან. რა? ჩემ-ჩემთან წამოიღებ. ვერ გავიგე. ჩემ-ჩემთან წამოიღებ. მართლა ცუდათაა. რა გჭირს? ძალიან მრთული სიტუაცია გვაქვს რა. ნინოცა
ავდივართ ხა აბუდელაურის არა ხარ ორი რაღაც მართლა მოწია ვერ არის ეს მართლა კარგი სუდათავა რო წავიქცე რა საფრთხე ერთი სამაშველო და მისი ჯანი კაი ბიჭები არიან სხვათა შორის ძალიან ძალიან სენსიტიური არის ადამიანი ზოგადად და მართლა ყველაფერი მოქმედებს როცა არ ხარ კარგად. შენი მდგომარეობა გაუზიარე ჩვენს ვინც გვიყურებს ხოლმე რა. წნევა მაქვს, თავი მტკივა, ყურები დაგუბებული მაქვს, მუცელი ძალიან მტკივა, თავბრუს ხვევა მაქვს და მძიმედ ვარ. ფსიქოლოგიურად მძიმედ ეგ მაგაში ჩვენ მოგეხმარებით და ფიზიკურად კიდე ნელ-ნელა ორგანიზმი შეეგუება. ანუ აკლიმატიზაცია არის ეს რა. სადმე თუ უნდა იყო ცოტა ჯობი აქვს. გულიმსება რომ ესე ადგილებში დავდივარ. და იშვიათად მაქვს საშუალება რომ დავტყდა ამის. ამ ადგილით. ძირითადად იგრძნობა რაც ჭირს. არა. აი მარტო ამას შეხედე ამ ბიდიკს და ამ ყვავილებს. და ნისლს. ხრმათის უნდქი, ნინუ სპირიტის უნდქი. აი ესე ორგანიზმი თვითონ განახობს რა უნდა ხარ. იცი რომ ფილმს მახსენებს? უცხო პლანეტებზე რო არის. პრომეთეი. ახსოვს ნახე გააქვს? პრომეთეი. კი, ფილმი მახნანა. ფილმი, ხო. პრომეთეი. იქ რო ფრინავითებში ჯდება სადღაც იმაში, ხეობაში. ცნობილია. ელი სკორსეზე, არა სკორს, არა ვინ არის? ცნობილი რეჟისორი. მერე? დაახლოებით ეგეთი ბუნება, აი ზუსტად ეგეთი ბუნება აქვს. უდაბნოა იქ. მერე? აი ტარკოვსკიზე რას გეტყვით? აი სოლარის ცოტა გავს რაღაცით არის, იცი მაგრამ. ხო. მოკლედ რაც კი გაწუხებთ, ორმაგად გაწუხებთ მთაში, თუმცა ელოდები ხარ ოდის დაგასლოკინებს, ხო? ელოდები რომ იქ შევიკავო და ფრაზა დამასრულებ. ვერ დავასრულე. კეთვარ გამოიხედე თვალებში იქით ცხარი იქით ლომაზესი ყვავილები თქმა რაღა მოგახსენოთ რაღაცა მომენტში მაგრამ გავჭედე რა დაგიმალოთ საათ ნახევარი გვაქვს ავალ საათ ნახევარში კაი არავალ ვეშვებით ამასობაში ჩამოწვა ნისლი პრაქტიკულად ნისლში დავდივარ აღარ ხედავ ვერაფერს და გზაში მინჩემთა ყოველმეუნება რომ ხედი თითქმის აღარ არისო აი ნისლი შემოვიდა და ეხლა რაშია საქმე ნინუცა მოიხოდა ჩადგა ფორმაში გავარდა და ესე დროს არაფრით არ შეიძლება რამდენი ადამიანიც ხართ ერთად უნდა იაროთ რა ანუ აქ უკვე ძალიან ადვილია დაკარგვა მე ერთმანეთის ბოლო ძნელია ჩვენ გვიან გამოვედით შესაბამისად ღამდება უკვე ნელ-ნელა ღამდება 1-2 საათი გვაქვს და ამიტომ ეხლა ნინუცა რასაც აკეთებს არ შეიძლება ამიტომ ნინუცას სამიანი ძველ სკოლაში რო ვიყოთ სამოსანია ოროსანი იქნებოდა რო დაკარგულიყო ნინუც დაგველოდე მინდა ახლა მარტო ყოფნა და კი ვერ გაიგებენ რომ სიამოვნებს მარტო შეიგნობა სამოსანი
რატო? იმიტომ რომ ცუდა ვიცი. სად მიდიხარ, რომ მიდიხარ? ვეღარ მხედავ რა. ვირტუალურად კომუნიკაცია უნდა გქონდეს, უნდა ხედავდე და მხედავ. და რაცოვარი არ იჭერს აქ არც ერთი ტელეფონი, ამიტომ მართლა არ შეიძლება. ხო, დამეთახა. კი, ბევრი დარჩა. ხილავ გადადის სრიალი. დავდივარ ყველგან, პრაქტიკულად ისეთ ადგილებში, სადაც იდეაში ნიკას გარეშე ვერ მოხვდებოდით. მე ნიკაზე ვარ აკიდებული, თქვენ კი ჩემზე აეკიდეთ და შემოვიდეთ საქართველოში ყველაზე საინტერესო ლამაზ ადგილებს. და არა მარტო საქართველოში და ყველაფერს დაგათვალიერებინებ. თუმცა ამისთვის საჭიროა გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. ნინუცას არხი გამოიწერეთ. სორი, არ გამოვა სპონაერად. იქ უნდა ხვიდე. ამბილით დავუხდა. ხო. Hadi xardo. Aba. მოვედით აბუდელაურის ტბებთან ეს ყველაზე ისეთი გაბაზრებული ტბა არის რა. ყველა აქ ამოდის, მთავარი ყველაზე დიდი ტბა ზემოთ არის. მწვერვალთან უფრო ახლოს, ამამით შანსი არ გვაქვს. თან უკვე გვიანია და ამიტომ ამ ტბას ვნახავთ და მე დავიშვებით. აქვეა მეორე ტბაც, მაგრამ ამასთან შედარებით ის ისე რა არის რა. თავარია მიზანი რაც ხონდა დასახული, რომ აი აბუდელაურის ტბებს ნახავთ და ბლა ბლა ამოვედით რა. და ვნახეთ. ეხლა თავადაც ჩავიდეთ. მაგრამ სანამ ჩავალთ, ახლოს უნდა მივიდეთ. აბუდელაურის ტბები ცნობილია თავის ლეგენდებით. აქ როშკაში დევები და ღვთისმშობლები ბრძოლობდნენ და იახსარმა ჩაახშო აქ უკანასკნელი დევი. მერე ზევიდან სისხლით გაიფარა, მერე 6 რქიანი ორი დაკლეს, აი ნინო მოყვება. ქიანი სხვარი მოიყვანეს და სისხლი აბყურეს ტბას. და მაშინ ამ დევი ხო უწმინდური იყო და უწმინდურის სისხლისგან გათავისუფლდა და ამოვიდა იახსარი. ზევიდან, ანუ ტბაში აქ იჭხუბეს, აქ იომეს და ორივე ჩაიქჩო რა, იახსარიც დევთან ერთად რა. ხმა დაბლოკა ხო და დევის. დევის ხო, მაინც. ამ დღემდე რაღაცა ფორმით შემორჩენილი არის. იახსარი ყოველ სახმარება ის გასაჭირშია და თუ არსებობ, არა პრობლემა, შეიძლება წვიმა შეწყვიტო და მე მგონი იახსარმა ცოტა დაგხვდა რა ხან წვიმოდა. შენია. უნდა წვიტო. მესეც სილამაზე არ მინახავს.
მართლა არცად არ მინახავს და ხელუხლებელი ბუნება, აი ნაგავიც არ ყრია რა ძალიან ტურისტებმა რო იციან ხო მიყრამოყრა ნაგავს აქ არ არის ეს კულტურული ხალხი დადის რომელიც საკუთარ ნაგავს ალაგებს იმიტომ ხა დაახლოებით რამდენი კარავი ერთი 7-8 კარავი დგას და იქით 3 კიდე არაფერი არ არის ირგვლივ დასული კულტურული ხალხი დადის გამოგვიწერონ არა ეს წყალი როგორი წკრიაო ნინოს აბსოლუტურად ინდისი აქვს თუნდა გამოგვიწერონ იმიტომ რომ მგონია რომ ესეთ გულწრფელ ლოგებს არავინ არ აკეთებს და ესეთ ადგილებში ხალხი არ დაყავთ აქ ფიზიკურად უნდა იშრომო ძალიან ბევრი რომ მოხვიდე ბერტკივილს გაუძლო სისვალეს ჩვენს შემთხვევაში და დაღლას იმისთვის რომ აქამდე ამოხვიდე გაწვინდა შეწავით